უამრავი უზარმაზარი და ძალიან ბევრი ფიქრები ადამიანებს აქვთ უსარგებლო. მაგალითად, კრიზისულ სიტუაციაში რაღაცა კრიზისია. ნახე დავიწყე ფიქრი, ვაიმე, რატო მოხდა? მე არ მოსულიყავი, რატო დავიბადე, ვისი ბრალია და ამაზე ეს ფიქრი. რამე შედეგს იძლევა? არა. პრაქტიკულად თქვენ ხარჯავთ ენერგიას ისეთი ტიპის შინაარსებს, რომელსაც არსად არ მიყევხართ. რატო? თუ კი მე სხვასთან მიმართებაში შემიძლია მოვიფიქრო რა უნდა უთხრა, რომ შედეგი მივიღო, ჩემი თავისგან მინდა რომ შედეგი მივიღო, მაშინ მე ზუსტად უნდა ვიცოდე რა უნდა უთხრა ჩემ თავს. იმის გამო რომ შედეგი მივიღო. ამიტომ მიაქცეთ ყურადღება რას ფიქრობთ. ერთ-ერთი არასწორი გავრცელებული ფიქრი, მე რო გითხრათ სიტყვებს რა მნიშვნელობა აქვს. მოდის ადამიანი და მეუბნება, არ გაიგეთ ეს ფრაზა, ჩემ თავს ვებრძვი და არაფერი არ გამომდის. და არაფერი არ გამოგივა მე რომ მკითხო, იმიტომ რომ ეგეთი სულელური ფიქრი გაქვს, რომ შენ თავს ებრძვი. და რატო? უყურეთ. ფსიქიკა მუშაობს ესე, ის გეხმარება, მას ჯერა თქვენ რასაც ფიქრობთ, იმას აღიქვავს ემოციურად და როცა შენ გაიფიქრე, რომ შენ თავს ებრძვი, მოდი წარმოგიდგეთ ეს ფსიქიკა მეორე ტიპია რა. რომ ებრძვი სიტყვა ბრძოლა დაკავშირებულია რასთან? მეორე მხარე მოწინააღმდეგესთან გამარჯვება. მოწინააღმდეგეს უნდა მოიპოვო გამარჯვება, ბრძოლა უნდა დამთავრდეს, ან დადებითი შედეგი ბრძოლის არის დამარცხება ვიღაცის და შენი გამარჯვება. და შენ თავს რა უთხარი, ვებრძვიო, ესე იგი შენ მიუთითე, რომ დაგამარცხოს შენ, რომ გაიმარჯო. მეხდით? ჩახლართეთ ახლა სიტუაცია, ეს ვერ მიხვდა. შენ თავი ვერ ხვდება რა უნდა გაკეთებინა. შენ ეუბნები რომ შენი მტერი არის, ჩემი მტერი არის, შენი თავი და მოუგე. რას ებრძვი, რა გაქვს საბრძოლველი? მესმის რაღაცა არიცი, გინდა უნარია იყო, რაღაცა ცუდი თვისება და გინდა ბრძოლა არასწორია ფიქრშიც კი. ფიქრში